ტრამპს განუცხადა, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დამტირდა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება და დამიკავშირდება, თქვა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე ყაველაშვილის დელეგაცია არ მიიწვიეს რუბიოს ინიციატივით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე. რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის, ისინი ყველაფერს ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ თუ საერთოდ იკავებენ. სინამდვილეში ისინი კარგავენ გარკვეულ ტერიტორიას, განაცხადა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას აქვს შანსი დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. უკრაინული დრონები თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინა აქტიურად განაგრძობს იმ ქარხნებზე შეტევას, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარება. რუსეთში მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიამ ხანძარი გამოიწვია. ლოკომოტივი და 18 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. 44 წლის კაცს მტვირთავად მუშაობას და მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. პოლიციამ ტრაფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბრალდებული კაცს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით მისი ხილბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად უხელფასოდ ამუშავებდა. შემდეგ კი აიძულებდა შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალება ეთხოვა. ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც TikTok-ის საკონტროლო პაკეტი ამერიკელებს გადაეცემა. ეს ყველაფერი ამერიკის მიერ იქნება მართული, განაცხადა პრეზიდენტმა.